მე ვარ ელისაბედ ცინცაძე, 8 წლის. ვსწავლობ სკოლა თაობაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ფეხბურთის თამაში, ხატვა და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ვცეკვავ ანსამ მთაწმინდაში. მახსოვს პირველი დღე, როცა მთაწმინდაში მივედი. ბევრი უცხო ბავშვი დამხვდა, მაგრამ არ ნერვიულობდი, იმიტომ რომ ცეკვა ვიცოდი. პატარა რო ვიყავი, ტელევიზორიდან ვისწავლე მეთქით. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. თავიდან ყველაზე მეტად მიჭირდა გაწელვა. ყველაზე ადვილი იყო ჩაკრულება. კონცერტი ჯერ არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. მე მინდა კონცერტი მქონდეს იტალიაში. აქ კონცერტზე მინდა მეცვას გრძელი მწვანე კაბა. უნდა გქონდეს შავი ქამარი და ქართული ორნამენტი. ბილეთი აღირება 100 ევრო და მთელი დარბაზი იქნება სავსე. მე ფული როდესაც მაქვს, ვხარჯავ სკოლის ნივთებში. მე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონია 200 ლარი. ეს ფული მაჯქა ბაბუამ დაბადების დღეს. ძალიან კარგი ბაბუ მყავს და სულმაძლევს ფულს. მე რომ გავიზდები, ხელფასი მექნება 12000 ლარი. მე მინდა გამოვიდე ცეკვის მასწავლებელი. მთაწმინდაში ჩემი ქორეოგრაფია ლელა მასწავლებელი. ის არის ძალიან ჭკვიანი, ლამაზი და თავის საქმის პროფესიონალი. ისე მომწონს, რომ მალმომანლობა ცეკვის მასწავლებელობა. ბავშვობაში მინდოდა გამოვასვლილიყავი ექი. მე ასევე მიყვარს ფეხბურთის თამაში და სულ თამაშობ ჩემ ძმასთან ერთად. თამაშობ შეტევაში და გამაქვს ბევრი გოლი. სულ მექნება გატანილი 30 კარგი გოლი. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ჩემი ძმა იდგა კარებში და მე მოვატყვე და ვითომ გოლს ვუტანდი და შემდეგ მოვატყვე და გავტანე. თვითონ გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ ვერ აიღო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გიორგი მამარდაშვილი. საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს მხიარული მეგობრები და მხიარული მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია გაბრიელ დავაძე. ყველაზე ჭკვიანია ანი ჟოჟოლიანი. ყველაზე მშვიდია ნინი დიასეთი. ყველაზე ბედნიერი მგონია ნიდა თორმანიძე. მე ვარ ყველაზე ცელკი და ყველაზე ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნინო სიხარულიძე. იმიტომ რომ ის არის მხიარული, საყვარელი და ჭკვიანი. კარგა ხნის გაკვეთილს არ ყვირის და სულ მეხუთება. ახლა მინდა ვიყო 19 წლის, იმიტომ რომ უკვე ვიქნები სტუდენტი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ჩემი ბებია და ჩემი ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს 2 და. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია ალექსანდრე. ის არის მშვიდი, ცნობის მოყვარე და უყვარს ძალიან ფეხბურთის თამაში. ჩემი აზრით ალექსანდრე რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. თვითონ უნდა რომ გამოვიდეს ხუჩა კვარაცხელი. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და მხიარული. მე ვარ მამიკო გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული შოვი ლოგი. სხვადასხვაის მიჩვეცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო სლატი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლა. ჩემი საყვარელი ფერია ცისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ არის მუქი და მიყვარს ღია ფერი. მე ვიცი ყვავილის დახატვა, სახლის დახატვა, ადამიანების დახატვა და ბუნების დახატვა. ყველაზე კარგად გამოდის ბუნების დახატვა. ჩემს დახატებს ვაგროვებ და ვინახავ ფაილებში. იმიტომ ვაგროვებ, რომ დავიწყე მათი გაყიდვა. უკვე გავყიდე 5 ნახატი, ეს ნახატები იყიდა ბაბუამ და გადამიხადა 50 ლარი. ბაბუა ჩემი არის ჩემი პირადი ბანკირი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჯადოქარი მეზობლა. მე რომ მწერალები იყო, წიგნს დავწერდი ერთ ლამაზ პატარა გოგონას. ეს ლამაზი გოგონა რა თქმა უნდა ვექნებოდი მე. მე ასევე მიყვარს ფილმების უყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის მარტო სახლში. მეც მინდა მარტო იყო სახლში. დედას ნური ჯოხი რომ მქონდეს, საქართველოს პროლამას გავხდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ელისაბედი რომან მერქვას რა მერქნოდა. მე ელისაბედი და მერქვა დედამ და ეს სახელი ისე რა მომწონს. ელისაბედი რომან მერქვას ალბათ მერქნოდა ანა.
ჩემს შვილებს დავალქმევ ლიზას და ანდრიას. შემდეგი მონაწილეს ვიტოვებ ასეთ ჭექთავს. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ყვავილებიდან მე ვგავარ გვირილას. ბედნიერება არის მოგზაურობა, ლეკვის ჩუქება და დედასთან ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.